ბორჯომიდან 45 ახალგაზრდა საბერძნეთში გაემგზავრა. სასულიერო პირებთან ერთად მოსწავლეები ქალაქ ალექსანდროპოლში ეკლესია მონასტრებს მოილოცავენ. ვიზიტის ფარგლებში შედის ასევე დასვენება და გართობა. ძალიან მიხარია რომ მივდივარ საბერძნეთში, ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ პირველად მივდივარ სადღაც მშობლების გარეშე, მაგრამ რა თქმა უნდა მიხარია, იმიტომ რომ პირველად მივდივარ საზღვარგარე და თან დღეს ჩემი დაბადების დღეა და მით უფრო მიხარია. ძალიან მიხარია მე პირადად და ჩემი ოცნება იყო 7 წლის, რომ წავსულიყავი საბერძნეთში და ეს ოცნება მისულდება და უბედნიერესი ვარ ძალიან. საბერძნეთის მოსალოცად ბორჯომელი ახალგაზრდები წელს უკვე მესამედ გაემგზავრნენ. მსგავსი ვიზიტი 2000 და 2007 წელს განხორციელდა. ჩვენთან რამოდენიმე წლის წინ ჩამობრძანებული იყო სტუმრად მეუფე ანთიმოზი, ალექსანდროპოლის მიტროპოლიტი, სასულიერო პირებთან ერთად. ჩვენი დელეგაციაც მეუფეს ხელმძღვანელობით რამოდენიმე წლის წინ იყო ჩაბრძანებული საბერძნეთში, ქალაქ ალექსანდროპოლში და ეხლა გადაწყდა რომ მათი მოწვევით და ჩვენი ბავშვების იქ წაყვანა მეუფე სერაფიმეს ლოცვა-კურთხევი და მამა ანდრეას ხელმძღვანელობით. თავარი არის ის, რომ ბავშვებმა იხილონ ნამდვილი ევროპული სახელმწიფო და მართლმადიდებლური ქვეყანა. ყველა ბორჯომელი ბავშვი, ვინც არის ამ ჯგუფში, თავის თვალით იხილავს, რას ნიშნავს უძლიერესი და ულამაზესი მართლმადიდებლური ქვეყანა. როგორი დამოკიდებულება აქვთ იქ ერს ეკლესიის მიმართ, როგორი ძვირფასი ეკლესიები აქვთ, როგორ გალობენ. გამგზავრებამდე ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტმა მეუფე სერაფიმემ სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი გამართა და ახალგაზრდები დალოცა. მოსწავლეები საბერძნეთში 2 კვირის განმავლობაში დარჩებიან.